მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Connect-ის პოდკასტს, სადაც გვეყოლება ავტომოყვარული და ავტოთემატიკაში, ასე ვთქვათ, ძალიან გარკვეული ადამიანები სტუმრად და გაგვიზიარებენ თავიანთ ცოდნას ავტომობილების შესახებ. და პირველი ჩვენი სტუმარი იქნება ნოდარ სვანიძე, რომელსაც ყველა ვიცნობთ როგორც ნოდო GT. მოგესალმები. მადლობა პირველ რიგში რომ მოხვედ. კაი, პირველი კითხვიდან რომ დავიწყოთ, სტანდარტულად უნდა გითხოს, საიდან დაიწყო ავტომობილების სიყვარული? ბავშვობიდან, ჯერ სათამაშოებით, რა თქმა უნდა, მე ვიდეო თამაშები და მე უკვე ნელ-ნელა რეალობაში გადავედით. და იცი რა მაინტერესებს? ადრე მით უმეტეს არ იყო დიდად ეს ტექნიკური მხარე განვითარებული, მით უმეტეს ეს ტუნინგის საკითხი ძალიან რთული იყო მოკლედ და ისეთი ადამიანები აკეთებდნენ ავტომობილებზე ტუნინგს, რომელიც ავტოსპორტში იყო. ან პირდაპირ მანქანით რო ცხოვრობდნენ, ასე ვთქვათ რა. და შენ როგორ მოხდა, რომ ტუნინგის მხარეს წახვედი და არა ავტოსპორტის მხარეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი მძღოლიც ხარ. ეგ უფრო მე გვიან როცა უკვე საშუალება მქონდა რომ რაღაც მანქანა მეყიდა და სიტყვაზე გამომეცადა ტრეკზე ან სადმე, ეგ უკვე მე მქონდა მაგის ფუფუნება რა, მანამდე ჯერ არ მყავდა ისეთი მანქანა, რომ სადმე რამე მეასპარეზე ან რაღაც ეგეთი რა. ოკეი. ამიტომ ჯერ წავედი რომ მეთქი სხვებს აუჩქაროთ მანქანები. ტექნიკური მხრივ წახვედი, რომ ტექნიკური მხრივ შეისწავლე, ასე ვთქვათ, ავტომობილი. თუმცა წელს წრიულ ბოლოზე იყავ. ვიყავი კი და თავიდან რაღაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. ბოლო ეტაპზე რომელზეც გამოვედი, იქ უკვე პოდიუმზეც ავედი რა. ხო, კი. საკმაოდ კარგად იასპარეზე. კი. და როგორი გრძნობა იყო, სხვა რო ავტომოყვარული ხარ და ტექნიკური მხრივ იცი, მაგრამ თვითონ ავტოსპორტში რო ხარ, მომავალ წელსაც აპირებ? აუცილებლად. კი, ეს მანქანა რახან უკვე ავაწყეთ და გამზადებული არის, ამ წელსაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. კაი, არ მოიწამლე, ვერ გეტყვი, ცუდი. ყველაზე რთული მაგალითად რა იყო, როდესაც ტუნინგის იმას უკვე კომპანიას ქმნიდი, უკვე სერიოზულად მიყავი და სხვის მანქანებზე აიღე უკვე როგორც ასეთი პროფესიული პასუხისმგებლობა. იმ დროს ისეთი თემა იყო, რომ როდესაც ვიწყებდი ამას, მყავდა Audi A4. ხო, ეგ ვიცით. ვერსად ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ მოვიკითხე, ყველა მოარი მითხრა, რომ შეუძლებელია რა და ამ დროს ინტერნეტში და ფორუმებზე ვკითხულობდი, რომ რაღაც 2.0 ტურბო იყო და ანასტროიკებდნენ და რაღაცა და როგორც 90-იანების ბავშვებმა ისე ისწავლე შენ ხო, აქ რო ყველა მოარი მითხრა, მე როგორ გავაკეთო, მაგზით წავედი და გავაკეთე ჩემი მანქანა და მე ბარემ მეთქი სხვებსაც შევთავაზე. დაიწყე და დაიწყე. კი. და იცი რა მაინტერესებს კიდე საქართველოში ტუნინგი არის ხალხის უმეტესობასთან ხმა და ვიზუალი, ასე ვთქვათ, ბოდიკიც დაუყენებენ რაღაცა ეს და რამდენად რთულია ხოლმე რომ მომხმარებელს აუხსნა რომ რაღაცა კონკრეტული მზა რაღაცა ადრე როგორც ვეძახ დაჩიპვას ასე ვთქვათ, ამ მზა პროგრამის ჩაწერას ჯობია ინდივიდუალური ტუნინგი. ნახე, სხვა შორის დღევანდელ დღეს უკვე კლიენტების ნახევარზე მეტი ვინც მოდის, კითხულობს რომ ეს ხო ინდივიდუალური იქნება და სტენდზე ხო გავაკეთებთ, არის უკვე ეს შეიცვალა რა რადიკალურად, იმიტომ რომ დაახლოებით 13 ან 14 წელია ამ სფეროში ვარ. თავიდან რა თქმა უნდა ეგრე არ იყო. ხო ბოლო წლების განმავლობაში უკვე ცოდნა გაიზარდა და კი კლიენტიც დაინტერესებულია და დინოზე ესწრება ყოველთვის აინტერესებს თავისი მანქანის ტუნინგის პროცესი და ეს თემები აინტერესებს თან შენს რომ მოუყვე რა ხდება. ხო, და არის რა თქმა უნდა მეორე კატეგორია, ვინც ვაფშე ვერ ერკვევა და შეიძლება ძმაკაცმა უთხრა რომ მიდი განასტროიკე ხო. ეგეთი ვარიანტი და მესამე თემა არის რომ მძღოლი მოიყვანს პატრონის მანქანას. სიტყვაზე ამ შემთხვევაში ძვირზე დღირებული ავტომობილია დაგიტოვებენ, გააკეთებ და შე. არავინ არაფერს არ გეკითხება, თავისუფლად ხარ ყველაფერზე. ეგეც ნდობის თემა არის იმ კლიენტისგან, ხო. კი, რა თქმა უნდა. აქვე სანამ ჩემს საყვარელ თემაზე გადავყოთ, მინდა რომ ჩაგეკითხო ერთი რაღაცა. საქართველოში ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ტუნინგის თემაში ვეძახით stage 1, stage 2, stage. ესეთ ეს რა თქმა უნდა პირობითია, ესეთი რაღაცა რეალობაში შეიძლება არ არსებობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც იძახის რომ ეგ სისულელეა. ვერ დავარქმე, იმიტომ რომ კლიენტისთვის ძალიან რთულია რომ აუხსნა ეს, რაღაცნაირად უნდა დაყო. ყველა ვარიანტში და ყველაზე მარტივი დაყოფა, რაც მსოფლიოში მიღებული არის ეს stage 1 პირობითად არის პროგრამული უზრუნველყოფა, როდესაც მანქანას ტექნიკურად არ ეხები. ქარხნული ნაწილებით, რაც არის მხოლოდ პროგრამის ხარჯზე, რაც არის რესურსი, შეგიძლია ამოიღო დამატებითი სიმძლავრე. Stage 2-ის შემთხვევაში უკვე იცვლება
ისეთი ნაწილები, რომელიც მარტივად, აი bolt-on არის ეგეთი ტერმინი, რომელიც არ საჭიროებს გადაკეთებას, ანუ ქარხნული იხსნება და მაგის მაგივრად დგება სიტყვაზე downpipe კატალიზატორო გამოშვები, ან სპორტული ჰაერის ფილტრი, ან რაღაც. გადებული გაგრილება ინტერკულერი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გავა stage 2-ში. ხო. stage 3-ის შემთხვევაში უკვე იცვლება ტურბინა, ან შეიძლება გაკეთდეს უფრო ღრმა ჩარევები, რაღაც კოლოფის გაძლიერება, დაგჭირდეს ძრავის გაძლიერებასაც ეხა მაგალითად stage 4-საც კი იყენებენ უკვე, როდესაც მძიმე ჩარევა არის ძრავში. ასე ვთქვათ, ჩვენ რო კოვან ნაწილებს ვეძახით. აი ეგეთი ისიც არსებობს, რომ ძალიან იშვიათად, მაგრამ შეგვხდება ინტერნეტში. კი, მაგ შემთხვევაში ნუ ძალიან სწორი დაყოფა გვაქვს ესე იგი რა, საჭირო არის რომ რაღაცა მომხმარებლისთვის არის ისეთი რაღაცები, რაც აი ერთმანეთში არ ზოგი stage 2 შეიძლება იყოს, მაგალითად რაღაც E50 სპორტულ საწვავზე და ის სხვა stage 2-ს, რომელიც მაგალითად ჩვეულებრივ ბენზინზეა და ინტერკულერი არ აქვს, ვერ შეადარებ, ანუ მაინც stage 2-ში იმდენად ბევრი სხვაობები არის, რომ ხო. აი, საწვავის თემებზე მე ჩაგეკითხები, კარგად მაყოლებს. ეხლა მინდა რომ მოგვიყე ნურბურგრინგს. აი, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადგილზე მინდა რომ ჩემთვისაც ალბათ. ვიცი რომ მაგარი სიახლეები გაქვს, ასე ვთქვათ, სასტუმროს მხრივაც რაღაცა გააკეთე, რაც ნუ ძალიან მაგარია პირველ რიგში ქართველებისთვის, იმიტომ რომ უკვე მარტივად ხელმისაწვდომი ხდება ეს ყველაფერი. აღარ უწევთ რაღაცა, იმიტომ რომ არ არის რთული, რამდენჯერაც მე ან ასე ვთქვათ იქ ვიყავი, არ არის მარტივი, იქ როგორც მიდიხარ და უშუალოდ პარიზში და ჯავშნის სასტუმროს, ეგრე მარტივად დიდი არჩევანი არ არის. პირველ რიგში იცი რა მინდა გკითხო, ამ ტრეკის შესახებ, აი საიდან გაიგე და საიდან დაიწყო, ასე ვთქვათ, ინტერესი? აი საიდან გავიგე, სიმართლე გითხრა არც მახსოვს. ალბათ რაღაც სტატიებს ვკითხულობდი, როდესაც იხსნებოდა რეკორდი, როდესაც მწარმოებელი უშვებდა ახალ მანქანას და პლუს ვიდეო თამაშებში ალბათ. ხო. მანდედან მოდის მოკლედ ეგ ყველაფერი. და რა ასევე რა მაინტერესებს, იცი, M2 აწყო რინგისთვის. კი. და მე მახსოვს ადრე რომ ვისაუბრეთ, ჩვენ მითხარი რომ რაღაცა წუნები ქონდა მანქანას ქარხნულად, საჭის მექანიზმთან დაკავშირებით. ვიცი რომ ნუ ეგ მინდა რომ მოგვიყვე კონკრეტულად ქარხნულად რა წუნი აქვს და ასე ვიცი რა მინდა მითხრა, აი როცა უკვე ააწყო ეს ყველაფერი და ასე ვთქვათ რინგისთვის გამზადე და იარე. კიდე რამე ხო არ არის, რაზეც აი უყურებდი რომ ხო, აი რა იყო ეგ. მოგიყვები. მაშინ ქარხნული დავიწყოთ, იმიტომ რომ პირველი J-Series-თან შეხება რაც ქონდა, ეგ იყო M3 J80. მაშინ ავაწყეთ ეგ დრაგისთვის რა. ნუ თავის დროზე როცა აიწყო, ყველაზე ჩქარი BMW იყო საქართველოში. 9.5-ში არა, მე მგონი წელიწად ნახევრის წინ თუ მეტი. კაი პროექტი გამოვიდა, მაგრამ ნუ ტრეკზეც ვიარე მაგ მანქანით და ძალიან ცუდი ის დამიტოვა რა ქვია. შეგრძნება. ანუ არ იყო ისეთი, ხო. ძალიან მძიმე მანქანა არის. ხო. სამწუხაროდ საჭეში ფიდბექი რაც არის, ანუ უკულ შეგრძნება რაც არის, საბურავების შეგრძნება საერთოდ არ გაქვს. ანუ სენია G-სერიების ეგ. ხო, ძალიან რბილია, მძიმეა და ყველანაირი ფიდბექი გამქრალია. კოლოფიც, აი მაგალითად F-series ორცეპლენიანი რობოტი dual clutch-ი, ბევრად სასიამოვნო სატარებელი არის, იგივე downshift-ზეც და ასე შემდეგ, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ავტომატიკაზე F-ის 8-იანი რაც არის. ხო და ამ ყველაფრით ძალიან მოკლებული არის შეგრძნებები რა. აი დაჟე კარგი სიმულატორი რო ითამაშო, იმ საჭეს ბევრად მეტი ფიდბექი აქვს და ბევრად მართლა მაგდონეზე ცუდია? ხო, შეიძლება მაშინ როცა ვიძახდი M3 რომ ყავდა, ბევრს არ ჯეროდა, მაგრამ მე როცა გადაიარა ამ J-Series hype-მა, ავტორევიურებმაც დაიწყეს მაგის ლაპარაკი, რომ სამწუხაროდ შეგრძნებები არ არის და ის საჭის მართვა საკმაოდ რთული არის ლიმიტზე თუ დადიხარ. მაგალითად, ნუ შეიძლება წინაცხვირს ვერ გრძნობ რა, აი როდის იკარგება, მოჭიდება და ასე შემდეგ არ არის ეგ შეგრძნებები. მაგიტო M2 ვატარე პირველად ნიურბურგრინგზე აწყობილი, იქ ვიქირავე, ხო, იმათი გაკეთებული და ნუ აი საერთოდ სადა დედამიწა იყო ქარხნულთან რა, ნუ ისე მომეწონა რომ არ მჯეროდა რომ ეს შეიძლება და მანდედან დაიწყო უკვე ამ პროექტზე მუშაობა, გასაგები. და ნუ ეს შეიძლება ესეთი გამოვიდეს. და საჭის მექანიზმს ანუ რა უკვე შეცვალე. ნახე, ძირითადად ანუ რაზვალს რასაც ვეძახით, იქიდან გამომდინარე კასტერი არის ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც ძალიან მოქმედებს ამ საჭის ფიდბექზე.
ქარხნულად ძალიან დაბალი აქვს და ამ კასტერს ზრდი, ბევრად უფრო რეაქტიული საჭე ხდება, მეტი შეგრძნებაც გადმოდის. ნუ კიდე იქ რაც არის რბილი პუშინგები როგორ არის ქართულად აი ქართულ შესატყვისებს მე ნუ მთხოვ, იმიტომ რომ აი რაც იპრესება რა ჩვენთანაც პრესავთ ელიავაზე რაღაცებს ხოლმე იგივე E90 თრითაც წრეულზე დავდივართ E90-ზე რაც მივიღე ხო აი suspension-ის ან დაკიდების სისტემის თვალსაზრისით დიდი გამოცდილება მივიღე რა ისეთი რაღაცები ვისწავლე რაც აქამდე არ ვიცოდი ანუ აქამდე თუ ვაკეთებდით მანქანას ვაკეთებდით ძირითადად სიმძლავრის კუთხით ხო რაღაცნაირი რა თქმა უნდა ცოდნა გქონდა ამ დაკიდების სისტემის შესახებ მაგრამ ну ეხა ბევრად წინ წავედით. პრინციპში ძირითადად მაინც ხო ახალ ავტომობილებზე ქონდა აქამდე შეხება და 90 მაინც ისეთია რომ მაგას გინდა ტექნიკურად უნდა შეეხო და ну მოკლედ ამ M2-ზე შევცვალეთ დაკიდების სისტემა სრულიად ანუ coilover-ების სისტემა დადგა რეგულირებადი გიტარები, ჩაშკები, ეგრეთ წოდებული რაზვალი და ყველაფერი გავასწორეთ სპეციალურად რინგისთვის. მაგის გარდა დავამჩატეთ მანქანა, როგორც კი შეიძლებოდა, იმიტომ რომ კაპოტი, საბარგული და ჭერი ჩამოასხით. კარბონი ხო? კი, ჭერს ეხა ვაკეთებ. კაპოტი და საბარგული გავაკეთეთ კარბონის, აგრეთვე კოუშები დავაყენეთ ძალიან ჩატე. ну პრინციპში წონის თვალსაზრისით უკანა სკამები არის ამოღებული, всё. ქარხნული მანქანა სასწორზე რომ დავაყენეთ 1830 კილო იყო, რაც კატასტროფა M2-ს რო ფიქრობ. M5 F1-ის წონა არის რა. ანუ ხო, F1-ის ახალი ჯის M5 კატასტროფა არის, ჩვეულებრივი ის არის და ისე სხვათა შორის აი რა მინდა ქუჩა გიკითხო, იცი? F სერიები, მე მაგალითად F სერიებზე როგორ დამოკიდებულება მაქვს, იცი? ცოტა იმედგაცრუება მქონდა. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ანუ მე ვამბობ 328 არა M-ებზე ვსაუბრობ. როდესაც გადმოვჯექი 46-დან 92-დან, ანუ აი ეს მანქანები რო გამოვიარე და მე იმაზე რო დავჯექი, არ მომეწონა იმ ხრივ რომ არ იდგა მიწაზე ისე, როგორც დაუშვათ მისი წინამორბედები დგას რა. როგორც F სერიიდან J-ზე გადადიხა, აი ყველა თაობაზე რაღაცას აუარესებენ მგონი, ხო? ცოტა ნუ თანამედროვე იმებზე, ანუ რბილდება მანქანა, მძიმდება და ყველაფერს კარგავ. და მაგრამ ნახე რომ მკითხო, ჩემთვის F80 უფრო მომწონს, ვიდრე G-series. აი ვიზუალურად თუ აი ეს ყველაფერი. თითქოს აი სპორტულობის თვალსაზრისითაც უფრო მომწონს. აი არ შეიძლება ხასიათი არის ყველაფერი დამოკიდებული და ასე შემდეგ, ხო? აი რაღაცნაირად ის უფრო მომწონს, მაგრამ რაც დავაკვირდი ხა შენგან რა ინფორმაციაც მივიღე, ისედაც რო ვუყურებ რა, განხილვებს. G-series BMW-ები მგონია როგორი რაღაცა, იცი? შენაირი ადამიანებისთვის ქმნიან. ანუ ნახე, ვისაც აქვს იმის ცოდნა და საშუალება, რომ ხო, აი მაქსიმალურად ტრეკის მანქანად მოაწყო და გამოდის იდეალური. ეგრე ვფიქრობ, აი შეიძლება ვცდები. ზოგადად ისეთი aftermarket, ანუ tuning ნაწილები ისეთი აქვს BMW-ს ყველა თაობას და ისეთი ენთუზიასტები ყავს. რაც ცუდიც არ უნდა გამოუშვან. ხო, მაინც გადავაკეთოთ ისე. ლეგოსავით აი ყველაფერი არის, აი პროსტა თქვი და წყობ რა. აი ეგ არის რაც სხვა ბრენდებს ხშირ შემთხვევაში არ აქვს რა. აი ძალიან ისეთი ბაზარი აქვს. და მოყვარულები ისეთი ყავს, რომ ნუ ბოლომდე აი ყველაფერი არსებობს, რაც კი შეიძლება მოგინდეს. კი. და ერთ ვფიქრობ კიდე რომ G-series M2 მგონია რომ იმენა ტრეკისთვის გააკეთეს. აი ჩვენ როგორც გვიყვარს ხო იცი რომ ეს დრიფტშიც უნდა იყოს და ყველაფერში არა ეს მგონია რომ იმენა აი მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე კაი თავის ფასში ტრეკისთვის performance მანქანა არის F series M2 competition. მართლა? აი მე მგონი მაგისგან აი ძალიან კაი რაღაცები გამოდის რა. სხვათა შორის F სერიაზე მეტად ვიზუალურად თითქოს G-series M2 უფრო მომწონდა, მაგრამ ხო, ანუ ეგეც არის რომ F სერიების M-ს რაღაცა ის ხასიათი აქვს, აი ძველ BMW-ებში რაც გვიყვარდა, ცოტა ხულიგნური ხასიათი აქვს რაღაცა ეგეთი. G-სერიებზე უფრო თითქოს პროფესიონალური გახდა ეგ ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, სხვათა შორის F competition-თან F series M2-თან არ მქონია არანაირი შეხება. ეხლა რა მინდა გითხო, ბენზინი, დიზელი თუ დენი?
ბენზინი აუცილებლად. და მაინტერესებს ასევე აი ბენზინსა და დიზელს შორის ტიუნინგის თვალსაზრისით რაიმე განსხვავება თუ არის? ან თუ არის განსხვავება, რომელი უფრო მარტივია, ან რთული? კი, განსხვავება როგორ არ არის, დიდი სხვაობა არის და ეხლა საერთოდ დენის მანქანის ტიუნინგის დაიწყო უკვე? დაიწყო, კი, მაგალითად ტაიკანების და აუდის იტრონების გაკეთება შეგვიძლია. დავიღუპეთ. ნუ უწყობთ ხელს. ყველაზე მარტივი ეგ არის, სხვათა შორის აი ისე არის, რომ პრაქტიკულად ტაიკან 4S-ი ან ჩვეულებრივი იტრონი იგივე ძრავით არის აღჭურვილი, რაც მაღალი დონის ტაიკანი ტურბო და იტრონ GT და პირდაპირ ძრავის დატვირთვა აქვს უბრალოდ პროგრამულად შემცირებული. აჰა, და ამის იმას აკეთებთ მოკლედ, ნუ ხო. აუ, ეს მეწყინა, მაგრამ აი, მაშინ აქვე იმასაც გითხავ, რომ ელექტრომობილების ეპოქა თუ გგონია რომ დადგება პირველ რიგში და თუ დადგება, აი GT performance მან როგორ ხედავ? ხო, აი ესე ვხედავ როგორც გითხარი, მაგრამ უბრალოდ გაუმჯობეს. მე მგონია რომ ვერაუცდებით და ალბათ დადგება ეგ ეპოქა, მაგრამ საქართველოში ცოტა გვიან ვიდრე სხვაგან და მაინც მთელ მსოფლიოში ეხლა დღეს როგორც რეტრო მანქანების მოყვარულები არიან, ისე დარჩებიან შიდა წვის ძრავის მოყვარულები და მაინც იქნება ეს სფერო რაღაც დონეზე შენარჩუნებული. მე მგონია რომ სანამ ჩვენ ცეცხლები ვიქნებით, მანამდე არ იქნება ეგ ყველაფერი. ეხლა იყო რა ქვია, ხო აკრძალვა უნდათ, მაგრამ მე მგონი გააუქმეს ევროკავშირში. ელექტრომობილების შიდა წვის ძრავის ახალი შიდა წვის ძრავის გადაწიეს, ხო, კი, იმიტომ რომ ბევრი პრობლემა არის, თუნდაც ის ბატარეები ისიც კი არ აქვს შემუშავებული, იმ ბატარეების გადამუშავება როგორ უნდა მოახდინონ, რომ ის იყოს რა, გარემოს საფრთხე არ შეუქმნას. არ ვარ ჩაძიებული მაგაში, მაგრამ მე მგონი თვითონ ბატარეის წარმოებაც იმდენად ტოქსიკური კი, ეგო ძალიან ტოქსიკური, კი. ამიტომ ეგ ცოტა მარკეტინგული თემა არის ელექტრომობილების ის და მაგიტომ მგონია რომ ჯერ ფეხს ვერ მოიკიდებს და ძალიან მიხარი. ეხლა რა მინდა კითხო, საწოვის ხარისხის გავლენა როგორია ავტომობილზე? ოღონდ არა ყოველდღიურზე, ანუ რას ვამბობ, როდესაც ავტომობილი მაგალითად ძირითადად დიდ ბუსზე მუშაობს, დიდ დატვირთვაზე მუშაობს. ხო. ძალიან დიდი, ანუ საწვავით როცა უკვე მაღალ შედეგებზე გადიხარ, პირველი არის რა, საწვავი გაძლევს საშუალებას კიდე წინ წახვიდე თუ არა. ნუ ჩვენთან არ არის თვათ ცუდი საწვავი, ნორმალურია, ამერიკაში ბევრ შტატში არ აქვს სამწუხაროდ საერთოდ 91 ქვია იქაურ აკიდა რონი არის სხვაობა. ამერიკაში ბევრ შტატში მარტო 91 აქვს, ანუ 95. აჰა. ანუ ჩვენ მაინც ევროპისკენ მივდივართ. კი, მაგრამ სამაგიეროდ იმათ აქვთ პირდაპირ ეთილის საწვავის საშუალება კალონკებზე, ხო? ხო, ჩვენ რო ვეძახით სპორტულ საწვავს მაგას გულს, ხო? კი, ნარევი, ეთანოლნარევი, საწვავი. და მაგასთან დაკავშირებით მე კიდე ერთი კითხვა, რომ აი მეთანოლის სისტემა უკვე როგორც მე ასე ვთქვათ მსმენია, ძალიან გავრცელდა საქართველოში რა, ბევრს უყენია ეს შეფრქვევა, რომ ასე ვთქვათ დააკომპენსირონ ეს საწვავის ხარისხი. დაახლოებით მაგას აკეთებს, ხო? ხო, და აი რა მაინტერესებს იცი, ყოველდღიურ ან ხშირ გამოყენებაში რამდენად მისაღებია გაუწევ თუ არა რეკომენდაციას? ყოველდღიურად ძალიან რთული რამე არის რა, ანუ სუნდა ავსო ის აუზი ცალკე აუზი არის. ხო. ხო, და ნუ წუწაობა გიწევს ესე. ხო. ყოველდღიური ხმარ, მაგრამ როცა გჭირდება, თუ გაქვს საშუალება, რომ სხვადასხვა სეტინგები გქონდეს, ანუ ნასტროიკა მეპი და გადართო და ყოველდღიურობაში არ იხმარ იმ მაღალ წნევიან ნასტროიკას. ოკეი. ხო, და მე როცა გინდა გადართავ და მეთანოლს გამოიყენებ შეჯიბრზე ან სადმე. ან მაგ შემთხვევაში ძალიან ოკეი არის ესე იგი. კი, მაგ შემთხვევაში კი. და ერთი ის არის კიდე რომ აი ამ მეთანოლ ეთანოლსა სპირტს შორის რო უთხრათ განსხვავება დაახლოებით, იმიტომ რომ ჩვენთან სპირტია ყველაზე მოხდილი რა. ხო, ანუ სპირტი წესით და რიგით სპირტს ხმარობ ანუ აუზში ეთანოლის. ხო, ეთანოლი არის ეთილის სპირტი და მეთანოლი არის ცოტა სხვა შემცველობის, ანუ სუნიც და ის სხვანაირი აქვს, რომ ნახო ეს თვითონ სითხე და მეთანოლს ხმარობთ უკვე შეშხურების სისტემაში, რომელიც გარდა იმისა, რომ ოქტანი იზრდება, სხვანაირი წვა აქვს მეთანოლს და ეთანოლს რა და გაგრილების ეფექტისთვისაც კარგი არის მეთანოლი, ანუ როცა ხმარობ შემშვებ ჰაერთან ერთად მიეწოდება ძრაოს და პლუს აგრილებს, პლუს
ну, პრინციპში ზიანი შეიძლება ნაკლები მოტანოს, იმიტომ რომ ის იმას ხო საწვავში უურევს და სულ მომხმარებაში, ასე ვთქვათ, ძრავი მაგის. კი, ანუ უბრალოდ მზად უნდა იყოს საწვავის სისტემა. ყველა მანქანის საწვავის სისტემა არ არის მზად, რომ ეთილი მიიღოს, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ გაძლიერებული პომპა დაჭირდება. ხო. აი ეგ, ხო. საწვავის ინჟექტორები და ასე შემდეგ. ოკეი. და კიდე ბოლოსკენ რო წავიდეთ, ანუ აი საწვავის სისტემის გამორეცხვა, გაწმენდა, ეს ფარსუნკები და ესენი რაც არის, ხო? რამდენად ასე ჩვენთან როგორც ასეთ არ მსმენია რომ ამ ყველაფერს ვიღაცა ესე აკეთებდეს ხშირად, რომელიც თუნდაც სპორტულად იყენებს მანქანას და ასე შემდეგ. და რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილისთვის ეგ ყველაფერი? არ ვიცი. შენც არ იგავხოდი. არა, ჯობია ალბათ შეცვალო და ახალი დააყენო თუ არის საშუალება. თუ რა თქმა უნდა, თუ პრობლემა არის, ურჩევ რომ პირდაპირ ეს ინჟექტორი ან პომპა ან რაღაცა გაწმენდვას და იმას ალბათ რომ უფრო ძვირი დაждდება ბუნებრივია, მაგრამ ალბათ პრობლემა თავიდან რო აირიდო, ჯობია შეცვალო რა. ოკეი. და ბოლო კითხვა. ძალიან ისეთი საუკუნის კითხვა არის. BMW თუ Mercedes? რთული კითხვა არის, ანუ ყველა მანქანა მომწონს და გააჩნია მოდელს. ну, აქედან გამომდინარე, ხა Mercedes-ი მყოლია ცხოვრებაში ერთი, BMW რამოდენიმე. მეც ერთი Mercedes-ი მყოლდა ცხოვრებაში და მივხვდი რომ ანუ ცუდი კი არ არის, ჩემი არ არის. ანუ მაგას მივხვდი. ხო, ანუ არ იყო ცუდი და შეიძლება კიდე ვიყიდო, მაგრამ ну, ეხა ამჟამად BMW კი. კი. ეს ქულა გვექნება ბოლოს, ასე ვთქვათ და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი რო იყავი და ძალიან დიდი მადლობა, რომ აი მართლა ძალიან კარგი ინფორმაციები მოგაწოდა და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი, ასე ვთქვათ, ბევრ რაღაცა სხვანაირად დაინახავს ავტომობილის შესახებ. თქვენ კიდე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება. მომავალში ასევე ნოდოს არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ ანუ ჩემთვის ძალიან ღირებულ საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ რინგზე დადის ბევრს ძალიან და ასე ვთქვათ, ანუ ის პირადია ის, ვისაც გავსწორდება შევლენ ნახოს. აი, კი, ძალიან საინტერესოა და იქიდან ძალიან ბევრ ცოდნას მიიღებთ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარები და დარჩით ჩვენთან ერთად.